გამოჩვენებითი წილი თოქ-შოუში. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს შაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა დრო სიყვარულისა. როგორც ყოველთვის ჩვენი გადაცემის თემა იქნება სიყვარული და სწორედ ამ გრძნობაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩვენთან ქალაქში ყველაზე ცნობილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ძვირფასი წყვილი, რომელთა ოჯახიდან არც ერთი ხმამაღალი სიტყვა და არანაირი კონფლიქტის ხმა არ გამოსულა. გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი და თქვენი საყვარელი წყვილი თამარი და ვასო. გთხოვთ მოგწანდეთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ დამთანხმდით და დღეს ხართ ჩემი გადაცემის სტუმრები. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ გადაცემაში მოვიყვანეთ მე და ჩემი თამარი, რომ აი ესე ჩვენი სიყვარული გინდათ, რომ მთელ ქვეყანას გააგებინოთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით ესე ჩვენი სიყვარულის ისტორიით. და რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. აუცილებლად სხვათა შორის ჩვენი მაყურებლის მოთხოვნა იყო დღეს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. განსაკუთრებულად უყვარხართ და აინტერესებთ თქვენზე ყველაფერი. სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი და პირველივე დანახვისთანავე მოხიბლეთ თუ არა ერთურთი? იცით როგორ იყო? მეგობრის დაბადება დავიწყებ, ხო? ძალიან საყვარელი წყვილი ხარ. მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. მოვიტყუები რომ თქვა, რომ პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა თქო, იმიტომ რომ ღრიალებდა და ესე ტანსაცმელზე თუ რამე საჭმელი იყო იმ დაბადების დღეზე ყველაფერი ესე ჩამოწუწებული ქონდა. და ვერ მოვიხიბლე რა საკვირველია, მაგრამ როცა მეორეც შევხვდი, მეორეთ რო შევხვდი, აღარ დაულევია და იქ უკვე მომეწონა კი არა და შემიყვარდა. ძალიან საინტერესო დაიწყო ეს ისტორია, უბრალოდ ახლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა. რა ჩამოწუწული მქონდა? ო, შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ. საზოგადოება უნდა დაგვიწევო შეყვარებული რა ჩამოწუწული მქონდა რა. ბიჭო, რაც იყო ის მოვყევი რა, ვიცი, ხო არ მოვიტყო. ჩამოწუწული შეძე. ხო არ მოვი, როგორ არ ქონდა ჩამოწუწული? რა მქონდა ჩამოწუწული? რა ბლომაჟები, ხუმრობთ ახლა, ხუმრობთ გეუბნები, ხო არ მოვიტყუები, სიმართლე მოვყევი მაყურებელს რა, გაბრაზდი? არ გვინდა ხეგეთ რაღაცები იხოცები რა? არ გვინდა ხეგეთ რაღაცები. თავი შევიკავე და გაშინდი მაშინ თუ არ ეხოცები რა, ეხა დაიწყო რა დავიძებურად. სანამ თავი გაგიხეთქე. აი თქვენ ცენ პატივს თორე აი დახში გადავამტრევდი ხა ამას. აი ძალიან გძნარდით. დავლეწავდი, ნეკნები დავათვლევიებდი. არა, გთხოვთ, გეხვეწები დაწნარდით, ცოტა თავი შეიკავეთ ეს გადაცემა, ხო იცით სიყვარულზე. ვიცი რომ გადაცემა, მაგრამ აყურებთ ზღვარი რა, ზღვარია ყველაფერს. კარგად დავიწყეთ და ძალიან გთხოვთ ასე კარგად გავაგრძელოთ. გთხოვთ, კარგით, მათხოვინებენ რომ 3 წამში ვართ ეთერში. სათხართ? დიახ. და აი ჩვენ ისევ გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში უსაყვარლის წყვილთან ერთად თამარი და ვასო ჩემი და თქვენი საყვარელი სტუმრები. ბატონო ვასილ, ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით. აი ესე რო გელაპარაკოთ შეიძლება. რა თქმა უნდა, რა თქმა თამარის უნდა. მხრიდან რო გელაპარაკოთ. ბატონო ვასილ, ჩვენ გვაინტერესებს ახლა თქვენ მოიხიბლეთ თუ არა ერთი შეხედვით თამარით. კი, სიმართლე გითხრა ძალიან მოვიხიბლე, მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი. მთაწმინდაზე იყო მახსოვს. აბა რა მეცვა? წითელი სარაფანი ეცვა, წითელი სარაფანი ეცვა და ქარი უფრიალებდა აი ამ სარაფანს აფრიალებდა და მე მოგეხსენება მარტი იყო და მარტში ტესტესტერონი მომატებული აქვს მამაკაცებს და აი რო უყურებდი საერთოდ აი მის ხელებს რო უყურებდი და მის აი ეს კაბა ძალიან მოტკეცილი ქონდა. ხვდები ეს წელში გამოყვანილი, ეთყობა იმ მომენტისთვის დიეტაზე იყო, მაგრამ იმდენი ვერ დაიკლო, ხვდებით პაემანისთვის და აი ეს ცხიმები, ეს გვერდიდან ქონდა გამოწეული, აი ეს გადმოსულები ქონდა. გინახავთ ხო ვიდეოდურად თუ კომენტვაინები ცხიმს და ტაფაზე რო წავენ და რაღაცა გინახავთ ხო ვიდეო. აი ეს ქონდა და მაღალქუსლიანები ეცვა. სხვათა შორის იგივეები აწვია ეხლაც, ეთყობა არა აქვს საშუალება რომ სხვა იყიდოს და იგივეები მოვიდა. კარგია იუმორი. მოდიოდა ხოლმე ეს მოდიოდა ეს ქუსლი გადაუბრუნდა და მე ესე მოჩახუნობდა ხოლმე. კარგი იუმორია, ჯანსაღი იუმორი არაჩვეულებრივ წყვილს აქვს.
მეგობრებო, თქვენზე ხშირად ამბობენ, რომ განსაკუთრებული და განსხვავებული ურთიერთობა გაქვთ და მაინც რაში გამოიხატება ეს განსაკუთრებულობა და განსხვავებულობა? იცით, დილით როცა ვასო სამსახურში მიდის და მე ვიწყებ სახლის დაალაგებას. აუ რა მაგარია, შენი ხმა მესმის ყურში მიდი? ხო. და მე ვიწყებ სახლის დაალაგებას და აი იატაკის წმენდას რო ვიწყებ, ვჩერდები ხოლმე და ამ იატაკის ჯოხს მივაყუდებ კედელზე და ვჭდები და აღარ ვაგრძელებ დაალაგებას. რატო? იმიტომ რომ ვასოს ნაფეხურები არ წავშალო. და ამით რაღაცნაირად გადამაქვს ვასოს მონატრება, სანამ სამსახურიდან დაბრუნდება, ვუყურებ მის ნაფეხურებს. აი მეგობრებო, აი ეს არის სამაგალითო სიყვარული. ახლა კი ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რა ნაფეხურები, რა ნაფეხურები. აი მე რა ნაფეხურებს უყურებ, გოგო, თეთრ სახში დიდი ხალხი დაგიდე, რა ნაფეხურებს გეძე. იმ დღეს შენ და შენი დაქალები, როგორც ვესუმზერის ნაფცხვენებით იყო მთელი იატაკის ავსე. ეზარებას არ ნაფცხვენებს მithლი ვერ გავიგე, რა გითული ზარმაცი ხარ, გოგო, ზარმაცი. და მთელი დღეს ხეთხარ შენ და შენი დაქალები ყავასო და სკროლავთ. აბა რა არის? ხო, აუ შენ ხარ ასამბო. ინსტაგრამზე რამე ახალი ხო არ არის? აი სამსახურში რა, ზის მთელი დღე სამსახურში და ვითომ რაღაცა საქმეს აკეთებს და რაღაცა ცხოველების ჰიგიენურ რაღაცებს აფასოებს და ხალხს გონია რომ ბიზნესი აქვს და რაღაცა საქმეს აკეთებს. მიღლები ხო ძა? შეუსაქმურებს. უნიჭო ხარ, აბა რა რებს აკეთებ? უნიჭო ხარ. ხო, აბა ვინ არის რა უსაქმური კიდე რა, უტრ აქ რაღაცაებს იმაშება. იბრო ხო. კიდე მეორე არა მოლაპარაკო ეხლა. აი მოვიწყოთ ყველაფერს. აი დავბრუნდით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, განსაკუთრებული სტუმრები მყავს დღეს თამარი და ვასო. ჩემო ძვირფასებო. ზოგადად ნახეთ წყვილებს. აქვთ ხოლმე ოჯახებთან, წყვილების ერთმანეთის ოჯახებთან. ხან კარგი, ხან ცუდი დამოკიდებულება, ურთიერთობა. აი თქვენ რა სიტყოდით? ბატონო ვასო, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ სიდედრთან? იცი რა, მე ჩემს სიდედს ვერ დავარქმევდი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არჩეული პიროვნება ქალბატონი ნანა. ფაქტიურად ჩემი მეორე დედი იყო და მე მინდა პირდაპირ ეთერით ვისარგებლო და დედას ვეძახი. ეს კამერა მიიღებს ხო? დიდი მადლობა ქალბატონი ნანა, რომ ესეთი თამარი გამიჩინეთ ჩემთვის, მარტო ჩემთვის. მადლობა ამისთვის. ძალიან კარგია. ქალბატონ თამარ, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს დედამთილთან? ვასოს დედაც კარგი ქალია. რავი, მეტი რაღა დავამატო. დიახ. უკაცრავად შეიძლება ხარ რეკლამაზე რომ გავიდე. რეკლამა. რა რაღაცა? რა, კიდე კარგად თქვი დედაშენზე. დადი, დედაშენ არა ლაპარაკო, დედაშენზე ხა მართლა. დედაშენზე რა თქვა? ისთან დაეთრევა რო არის დედაშენისთვის არ მიგიხარ. მისეულები, გოგო. შეგეუბნები, ბიჭო, მისეულე ხუთი შოვა. ვინ არის რა? ვინ ნორმალური შენ? დაიმე გეხვეწები რა? ნორმალური ხარ? გეხვეწები. დაიმე მიშელები ხა. გეხვეწები გადაკით ფეხზე ბატონო ვასო, თამარ. დაიმე ეთერში ვარ. აი ადამიანების ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იოგა. ჩვენი ოჯახი ყოველ დილით დაკავებული ვართ იოგით და თქვენც გირჩევთ ამას სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისთვის. ეხლა ამაყენე საყვარელო. დიახ, ეხლა თუ შეიძლება რომ თქვენს ადგილზე დაბრუნდეთ და გავაგზავნოთ საუბარი. დიახ. სურპრიზი გავუკეთე ჩემს თამარს. აუ, კაი რა. პირდაპირ ეთერში. აუ, რა სურპრიზია, აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. ყელსაბამი თამარ. ვაიმე, რას ლაპარაკო? დუბაიდან ჩამოვატანია შენთვის თამარ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა შენ ვასო. თამარის. გამიკეთე. ახლა პირდაპირ ეთერში ვნახოთ როგორ საჩუქრას გავუკეთეთ. მე ვფიქრობ რომ ძალიან ხდება. ძალიან ხავს დავბრუნდეთ გადაცემას მოდი დავემშვიდობოთ. გამიშვი ბიჭო, ხელი როგორც გამიშვი. ხედავთ ჩემო ძვირფასებო, ჩვენს ულამაზეს სანებს არჩევთ საქმეებს. ბახო შენ ბახო შეგახერე. აუცილებლად შევხვდებით ზუსტად ბაიბეში ხემოდელი დღეა გადადე მე ხალი არ ვიყო. ეს არის მე ხალი არ ვიყო. სიყვარულისა.